ეს საქართველოში ერთ-ერთი გრანდიოზული და ნაკლებად ცნობილი ციხეა. პანკისის თორღვას იგივე მაღრანის ციხის სახელითაც არის ცნობილი. პანკისის ერისთავი პირველად მე-11 საუკუნის შუა წლებში მოიხსენიება. თავად ციხე კი უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. ეს ციხესიმაგრე განვითარებულ შუა საუკუნეებში პანკისის საერისთავოს ცენტრი იყო, რომელიც კახეთის მეფე კვირიკე მესამემ დააარსა. თუმცა მოდით ოდნავ უკან დავიხიოთ და ვნახოთ როგორ მივედით ამ ციხემდე. სულ სხვაგან ვაპირებდით წასვლას და სულ სხვაგან აღმოჩნდით. უნდა გვენახა მაღრანის ღვთაება და სამაგიეროდ ვნახეთ პანკისის ციხე. საქმე იმაშია, რომ შეცდომით დავადექით ბილიკს. ამას მალევე მივხვდი, იმასაც მივხვდი, რომ ეს ბილიკი ციხესთან მივდოდა. ამიტომ მიმართულება აღარ შევცვალე და მართლაც საოცარ ციხესიმაგრეს მივადექით. სანამ უშუალოდ ციხეზე გადავალ, გზად ნანახ საინტერესო ადგილებსაც გიჩვენებთ. მაღრანიდან დაახლოებით 1 კილომეტრში ეს პატარა ლამაზი ტბა გავიარეთ. შემდეგ შემოხვდა ბერიკა ანთხატი, რომელიც, როგორც ხედავთ, ფაქტიურად მთლიანად დანგრეულია. შუაში კი უზარმაზარი ხეა ამოსული. ეს უკვე როჭიკანთ ეკლესია. სამწუხაროდ არც ის არის სახარბიელო მდგომარეობაში.
ყველა გასვლა არის განსაკუთრებული ემოცია. განსაკუთრებით მაშინ თუ ამა თუ იმ ადგილს პირველად ვნახულობ. დღესაც ეგ შემთხვევაა. სოფელ მაღრაანში წამოვედით. მაღრაანი არის კახეთში, მეგობრებო. კერძოდ ახმეტის მუნიციპალიტეტში. მაღრაანის ირგვლივ არის უამრავი ისტორიული ძეგლი. წამოვედით, თუმცა ერთ ადგილას გზა აგვერია და ამოვყევით მარცხნივ. თუმცა არ დავიბენი და ამ შემთხვევაში უკან მიბრუნებას აზე არ ქონდა და გზა გამოვაგრძელეთ მარცხნივ. და ამ გზამ ამოგვიყვანა ქედზე, რომელსაც თუ გაუყვებით ბოლომდე, მივალთ თორღვას ციხესთან, იგივე პანკისის ციხესთან, მაღრაანის ციხესაც ეძახიან. ხო ჯერ მივიდეთ ამ ციხესთან და შემდეგ ვნახოთ. საით გავაგრძელებთ გზას, გადავწყვეტავთ. ჩავალთ ისე უკან ღვთაების ეკლესიასთან თუ უკან გამოვბრუნებით. აი იქით ამ მხარეს კი არის უკვე პანკისის ხეობა. აი აქეთ არის სოფელი მაღრაანი. წავედით. ძალიან საინტერესო დღე გამოდის, როგორც ჩანს. აი იქით გორა რომ ჩანს, მანდ არის თორღვას ციხე. მანდ უნდა ავიდეთ. კაი ბლომოთ ვიარეთ ფეხით. თუმცა ვსავარია გავიგენით. გავიკვლიეთ გზა. ესეც ასე მეგობრებო, ამოვედით, როგორც იქნა, ისეთ ადგილზე არა, კაი მაღალ მთაზეა თორღვას ციხე, მაგრამ საოცარი ხედები აქედან. უბრალოდ ხეები უშლის თორე, აი იქით პირდაპირ ჩანს ქვემო და ზემოვალოვანი სოფლები, აქეთ მთელი ახმეტა ჩანს. იქით მთელი პანკისის ხეობა და მოკლედ ისეთ ადგილას იყო ეს ციხე რა. ყველაფერს აკონტროლებდა. ეს კი შესასვლელია. ახლა მივყვეთ და დეტალურად დავათვალიეროთ. წავედით. ნამდვილი სასწაულია მეგობრებო. ნამდვილი სასწაული. პანკისის ციხე მე-12-13 საუკუნეებში კახეთის საერისთავოს ცენტრი იყო, ხოლო მე-16 საუკუნიდან კახეთის სამეფოს ერთ-ერთი სამოურაოს ცენტრი. ციხე 1040 წელს ბაგრატ მე-4-მ კახეთში ლაშქრობის დროს აიღო და პანკელი ერისთავი სტეფანოს ვარჯანის ძე შეიპყრო. პანკისის ციხე შემდგომშიც იყო ცენტრალურ ხელისუფლებასა და კახეთ-ჰერეთის მეფეებს შორის წარმოებული ომების ერთ-ერთი ცენტრი.
აქედან ებრძოდა ბაგრატ მეოთხე კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართან პირველს. მე-13 საუკუნის 40-იან წლებში პანკისის ციხეში დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა პანკისის ერისთავმა, თორღვა პანკელმა. მეფე დავით მე-7 ულუს ურდოში ყოფნის დროს თორღვამ თავი კახეთის სრულუფლებიან გამგებლად გამოაცხადა და პანკისის ციხეში გამაგრდა. იგი არც დავითის დაბრუნების შემდეგი ახლა მეფეს და ციხე უფრო გაამაგრა. იგი შემდეგ ციხიდან გამოიტყუეს და მოკლეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მე-16 საუკუნიდან ციხე პანკისის საერისთავოს ნაცვლად შექმნილი სამოურავო ერთეულის ცენტრი იყო. 1520 წელს ქართლის მეფე დავითმა ციხეს ალყა შემოარტყა, მაგრამ ქართლში შექმნილი პრობლემების გამო ალყის მოხსნა მოუწია. 1574 წელს ციხესთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა კახეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტებს, ქაიხოსრო ლევანის ძესა და ალექსანდრე ლევანის ძეს შორის, რომელიც ალექსანდრე ლევანის ძის გამარჯვებით დასრულდა. 1601 წელს ალექსანდრე მეორის ავადმყოფობით ისარგებლა მისმა შვილმა დავითმა და ტახტი დაიკავა. მას შეთქმულება მოუწყო მისმა ძმამ გიორგიმ, რომელიც დავითმა შეიპყროდა პანკისის ციხეში გამოამწყვდია. 1605 წელს რუსი ელჩები პანკისის ციხეში ელოდნენ ალექსანდრე მეორის კარზე აუდიენციას. მე-16 საუკუნიდან საიმედოდ დაცულ პანკისის ციხეში ინახებოდა კახეთის სამეფო განძის დიდი ნაწილი, რომელიც 1614 წელს უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად ყიზილბაშებმა იგდეს ხელთ შაჰბასის მეთაურობით. 1664 წელს ალყაში მორტყმულ პანკისის ციხეში 7 თვე იმყოფებოდა ერეკლე პირველი. მე-18 საუკუნიდან კი პანკისის ციხის მნიშვნელობა ნელ-ნელა შესუსტდა. პანკისის ციხე რთულ რელიეფიან მთაზეა აგებული. გარსევლება ნატეხი ქვით ნაგები გალავანი. ციხე შედგება სხვადასხვა დონეზე მდებარე ორი ნაწილისგან, ციტადელისა და ქვედა ციხისგან. შესასვლელი ქვედა ციხის აღმოსავლეთ ნაწილში ყოფილა. ციტადელს, რომლის ფართობი დაახლოებით 400 კვადრატული მეტრია, ციხის ყველაზე მაღალი ნაწილი უკავია და გეგმით იგი თითქმის წრიულია. შესასვლელი ზღუდის სამხრეთ ნაწილშია გაჭრილი, რომელიც ციტადელს ქვემოთ ციხესთან აკავშირებს. ქვედა ციხე მთის სამხრეთ ციცაბო ფერდობზე მდებარეობს და ფართობით ციტადელს დაახლოებით 4-ჯერ აღემატება. მისი გეგმა სამხრეთიდან ჩრდილოეთით წაგრძელებული მრავალგვერდაა. ქვედა ციხის დასავლეთ კუთხეში და სამხრეთ კედელში თითო სწორკუთხა კოშკი ყოფილა ჩართული. ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავნის სისქე ქვედა ნაწილში 2.5 მეტრია, ზოგან კი 3.5-იც. ციტადელის აღმოსავლეთ ნაწილში დგას პატარა დარბაზული ეკლესია. ციხის დასავლეთ კუთხეში მდგომი კოშკი გეგმით კვადრატულია. შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართული. ამ სართულზე ერთი მოზრდილი გარეთ შვერილი თაღოვანი ბუხარია. სამხრეთ კედელში ჩაშენებული კოშკი, რომლის მხოლოდ კედლის ფრაგმენტია შემორჩენილი, შიგნიდან ღიაა და თავისი მოცულობით გალავნის ფარგლებს გარეთ ყოფილა გასული.
ქვედა ციხის სამხრეთ-დასავლეთით 60 მეტრში დგას ზემოთ ოდნავ შევიწროებული ცილინდრული კოშკი. შემორჩენილია სართულ ნახევარი. პირველი სართულის ჩრდილოეთ ნაწილში ნატეხი ქვის კამარით გადახურული წყლის მოზრდილი რეზერვუარია, რომლიდანაც წყლის ამოღება მეორე სართულის იატაკში მოწყობილი ხვრელიდან ხდებოდა. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის ძელებზე ყოფილა გამართული. ცილინდრული კოშკის სამხრეთით დაახლოებით 60 მეტრში დგას კიდევ ერთი კოშკი, რომელიც ციხისკენ მიმოვალ გზას კეტავს. კოშკი სამსართულიანი ყოფილა და ციხის მხარეს სამივე სართულის სიმაღლეზეა გახსნილი. ჩამონგრეულია მესამე სართულის კედლების ზედა ნაწილი. პირველი სართულის სამხრეთ-დასავლეთ კედელში ფართო შესასვლელია, რომელსაც ხის კარი ჰქონია. მეორე სართულზე ბუხარი და მესამე სართულზე ასასვლელი ხვრელია. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ძელების ბუდეები. შემორჩენილია ასევე რამდენიმე შენობის ნანგრევი. ერთი მათგანი ეკლესიიდან 3 მეტრში დგას, რომელიც სავარაუდოდ სასახლე იყო. ციტადელში კიდევ რამდენიმე შენობის ნანგრევია, რომლებიც გალავანზე ყოფილან მიშენებული. ქვედა ციხის სამხრეთ ნაწილში სწორადგილას სწორკუთხა ნაგებობა სავარაუდოდ საცხოვრებელი მდგარა. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1.5 მეტრს არ აღემატება. ქვედა ციხეში კიდევ რამდენიმე ნაგებობის მიწით დაფარული ნანგრევია. გალავნის აღმოსავლეთ კედელზე პატარა ეკლესიაა მიშენებული. ეკლესია დარბაზულია. დასავლეთი კედელი და სახურავი გვიან შუა საუკუნეებშია განახლებული. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. შეისრულთაღიანი კარი აგურის დადაბლებულ არეშია ჩასმული, რომელიც ლავგარდანით სრულდება. აგურის ლავგარდანი ჰქონია ტაძარსაც, რომელიც მხოლოდ დასავლეთ ნაწილში შემორჩა. დახურულია კრამიტით. აფსიდა გალავნის კედელშია შემჯდარი. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელი და ორი სწორკუთხა ნიშია. დანარჩენ კედლებშიც თითო სარკმელია. როცა ვსაუბრობთ პანკისის ციხეზე, არ შეიძლება არ ვახსენოთ ისტორიული პირი თორღვა პანკელი. დავით მეშვიდეულუმ ბათუ-ყაენის ურდოში გამგზავრების წინ კახეთი თორღვა პანკელს ჩააბარა და დედოფალ ჯიგდა ხათუნსა და მესტუმრე ჯიქურს დაუმორჩილა. რაგი დავითს შეაგვიანდა თორღვა პანკელს ეგონა აღარ დაბრუნდებაო, განდგა და კახეთის დასაკუთრება მოინდომა. დავით მეშვიდის დაბრუნების შემდეგ შეშინებულმა თორღვა პანკელმა ვერ გაბედა მეფესთან მისვლა. ბერი ხორნაბუჯელის დახმარებით ჯიქურმა ის ფიცით მიინდვეს და უვნებლობა აღუქვეს, მაგრამ მერე ჯიქურის ბრძანებით კლდეკარის ციხიდან გადააგდეს. ეს ტაძრის ინტერიერია. სამწუხაროდ შიგნით სახურავიდან წყალი ჩამოდის, რაც ნამდვილად მისახედია, ისევე როგორც მთელი ციხე. მისი შესანიშნავი მდებარეობა და მასშტაბი საწინდარია იმისა, რომ ტურისტულად აქტიური გახდეს და ბევრი მნახველი ჰყავდეს. ახლა ესე 1000 ერთხელ თუ ჩვენსავით მოვაკითხავს ვინმე ამ ციხეს და აახმაურებს. აი ასეთი იყო მეგობრებო პანკისის ციხე და მაღრაანის მიდამოები. მე მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.